Lexi Jazz Festival 2014 დასრულდა. ფესტივალის ბოლო დღეს ქართველი ჯაზის მოყვარულების წინაშე იტალიელი მარიო ბიონდი წარსდგა. ფესტივალის ორგანიზატორების მიერ მომზადებული სიურპრიზი საათ ნახევარის განმავლობაში გაგრძელდა. კულენძე განგი, ნინო ქათამაძე, ბუცი კოლენსი და მარიო ბიონდი. ტრადიციული ჯაზ ფესტივალი 2014-ით როგორც მსმენელები, ისე ორგანიზატორები კმაყოფილები არიან. ვირტუოზი ჯაზმენების მოსასმენად ისთემ პრომოუშენი ჯაზის მოყვარულებს უკვე თბილისის ჯაზ ფესტივალზე ელოდება. მსმენელი აქ ლივ ვორფილდს მოусმენს, რომელიც 25 ივლისს ბათუმში უნდა ჩამოსულიყო, თუმცა მისი ვიზიტი გადაიდო. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ. უღრმესი მადლობა ასეთი ფანტასტიკური დახვედრისათვის. ორგანიზატორებმა შესანიშნავი მასპინძლობა გაგვიწიეს. Lexi Jazz ფესტივალი ფანტასტიკური ფესტივალია. ძალიან მინდა მალე დავბრუნდი ამ ქალაქში. გახსნა იყო მაგარი, მაგრამ გუშინდელი კონცერტითაც ძალიან ვისიამოვნე და დღევანდელითაც. მაგრამ კულენძე ყველასაჭი. სულ უფრო მეტი ახალგაზრდები მოდიან და ეს გვახარებს ძალიან. ხალხის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, ყველა უაღრესად კმაყოფილია, მე ვიტყოდი ბედნიერები არიან და პრინციპში ეს არის რისთვისაც კეთდება ეს ფესტივალი. თუმცა როგორც თქვი, ამით სეზონი არ მთავრდება. თბილისში კიდევ ერთი თბილისის ჯაზ ფესტივალი გველოდება ოქტომბერში. ასე რომ ორივე ფესტივალს მინდა წარმატებები უსურვო.